პროექტი იწყება და ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ჩვენი სტუმრები არიან სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი ტატა ხვედერიანი, დილონშვიდობის და ტატა ცენტრის რაიდმედის წარმომადგენელი ირინა ულუშაძე, მხატვარი გიორგი ქოგულაშვილი და ხელოვანი მაია ლომიძე. დილონშვიდობის და ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმრები ხართ დღეს. მადლობთ, მოდით დავიწყოთ ამ პროექტზე საუბრის. ტატა, მე მგონია შენ უნდა დაგიწყო პირველი შეკითხვა, იმიტომ რომ შენ ხარ ორგანიზატორი. რას გულისხმობს პროექტი? პროექტი იმართება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში. ანუ დღევანდელი დღე ფაქტიურად აერთიანებს ორ პროექტს. ეს არის ახალგაზრდა ხელოვანი ადამიანების მიერ ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა გაყიდვა და ასევე ცხენოსნობის პროექტის პრეზენტაცია, რომლის მხარდამჭერებიც გახლავართ ჩვენ და ჩვენი სამინისტრო. ამას ვახორციელებთ ორგანიზაცია რაიდმედთან ერთად. და ალბათ ქალბატონი ირინა უფრო კარგად იტყვის თვითონ ნიშნულობაზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ცხენოსნობა, შეზღუდული შესაძლებლობა. უნდა გვეკითხა, ჩვენ აქ ახსენებია ცხენოსნობა. შემდეგ შეკითხვაზე გადავალთ, მე მინდა რომ ვაჩვენო. ეს ხელნაკეთი ნივთი, რომელიც არის მაიას გაკეთებული, ხო? და მე თან ვიტყვი რომ 5 საათზე ტიფლის დეველოპმენტის ბიზნეს ცენტრში ყველას ველოდებით, თქვენც მოგიტანეთ მოსაწვევები და თუ გვეწვევით ძალიან გაგვეხარდება. მხარდამჭერები არიან ფავორიტ სტაილი და ტიფლის დეველოპმენტი და მისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ და რა თქმა უნდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არის ორგანიზატორი და ყველას ძალიან დიდი მადლობა აუცილებლად გესტუმრებით. ეს ხელნაკეთი ნივთი არის მაიას გაკეთებული და ნამდვილად რა ვიცი მე ვარ აღფრთოვანებული, არის ულამაზესი ნივთები, ძალიან ბევრი. ქალბატონი აქ ნახსენები იყო და ან გადავიდეთ იმ ხელოსნობაზე. შენ გადადი, მე ვაჩვენებ მაყურებლებს მაიას გაკეთებულ ულამაზეს ნივთებს. აუცილებლად. პეიზაჟი, რომელიც არის ულამაზესი. ტატა, გარდა ამ ცხენოსნობის ამ პროექტში კიდევ რითი შეიძლება რომ თქვათ მიიღო მონაწილეობა ამ ადამიანებმა და რაში შეიძლება უпростоრად? უპირველეს ყოვლისა, ანუ გამოცხადებულია რაღაც ვებგვერდი ჩვენი ms.gov.g, რომელზეც ყველა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს შეუძლია შევიდეს და რეგისტრირდეს ჩვენს ბაზაში და აი სწორედ ჩვენი სტუმრები, დღევანდელი გამოფენის სტუმრები, ქალაქი ქუთაისიდან აი ეს არის კიდე საიდან რამდენად ჩართულია რეგიონები. სწორედ აი ამ ბაზით მოვახდინეთ მათი პოვნა და უკავშირდით და მათ ჰქონდათ მონიშნული ხელნაკეთობები, ნახატები და ვთხოვეთ რომ ჩამოსულიყვნენ და გააკეთებდნენ, ხო, მიიღოთ მონაწილეობა. ჩართულები არიან, უბრალოდ როდესაც რაღაც ტექნიკურ საკითხებს გადავწყვეტავთ რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტებთან ერთად და ამისთვის კიდევ ერთი დიდი მადლობა უნდა გადაუხადო ქუთაისის მერიას დახმარებისთვის და ანუ ქალაქი ქუთაისიდან დღეს გვეყოლება სტუმრები, ასევე ორგანიზაცია ანიკას წარმომადგენლები იქნებიან და კიდევ რამოდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც გამოფენენ თავის ხელნაკეთობებს. მთავარია რომ დარეგისტრირდნენ ბაზაში, რომელიც ასევე ამ ვებგვერდზე არის მოცემული და შემდეგ ჩვენ იმის მიხედვით თუ რა ექნებათ მონიშნული, ანუ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სპორტული, კულტურული შემოქმედებითი და ასევე ინტელექტუალური პროექტები. ასევე ვიტყვით შელემ ძალიან კარგად იცის, სტუდენტური დღეები იწყება, ეს არის ჩვენი პროექტი, რომელშიც ასევე ეს არის ერთ-ერთი საყვარელი პროექტი ჩემთვის და ძალიან მაგარი. და ამ პროექტში ძალიან აქტიურად არიან ჩართულები, გვაქვს ასევე პარაკალათბურთი წელს დამატებული და ძალიან ბევრი ღონისძიება, რომელსაც ვცდილობთ რომ ანუ რამდენად აქტიურები არიან ეს ადამიანები, რამდენად უნდათ რომ მიიღონ მონაწილეობა. თქვა წინა წლებთან შედარებით თუ არის რამე განსხვავება სტატისტიკური მონაცემებით. შარშანდელი წელი, ბოდიშ შეიძლება შარშანდელი წელი ან იყო ძალიან აქტიური და იმდენად ჩართულები იყვნენ ეს ადამიანები, რომ ჩემს იყო გასაკვირი. კი, ნამდვილად. უბრალოდ თავიდან რომ დავიწყეთ, ოდნავ გვიჭირდა, იმიტომ რომ კომუნიკაცია არ იყო ასეთ თუ ისე. უკვე წელს, აი 2014 წლიდან სიამაყით ვიტყვი, რომ ნამდვილად არის კომუნიკაცია, ნამდვილად გვაქვს უშუალო კონტაქტი, როგორც ინტერნეტით, ასევე ტელეფონით და ეს ადამიანები ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი მოდის ჩვენამდე, რომელიც აქამდე საერთოდ არ აქტიურობდა, არ უნდოდა საზოგადოებაში გამოჩენა და ეს ძალიან გვიხარია, რადგან ჩვენი პროექტების მიზანი ძირითადად არის ეს, რომ გავააქტიუროთ და мотиваცია შევძინოთ ესეთ ახალ. ძალიან კარგი. მე მინდა მაიას ვკითხო, მაიას ნამუშევრები არის ძალიან ულამაზესი და
ძალიან შეგიძლიათ შეხვდით მიხვდეთ რამ ხელა შრომაა ჩადებული ამ ყველაფერში. აი მაგალითად ეს რამზე გავბრალდი კიდე აღნიშნე რომ არის ყველა ნამუშევარი ძალიან დიდი გემოვნებით შესრულებული. ეს არ არის რომ უბრალოდ ძიების არის გავბრალდი ახლა მე. ყველა ადამიანი ვინც მოდის ჩვენთან არც ერთი არაკეთებს მამაკაცის საქმეს. ამაზე ვარ მე ძალიან გაბრაზებული. ამიტომ სხვა დროს თუ მობრძანდებით ჩვენ. აი ნუ მამაკაცის რა უნდა გააკეთოს? აი თუნდაც ხელსაბამით სამრას დასაძახიან. ჰაუსტუხიბები. აი რამდენი ხანი სჭირდებათ ამ ყველაფრის შექმნაში? ეხლა რა ნამუშევრები თქვენ გაქვთ, მაგათ სჭირდება 2 დღე მაინც, იმიტომ რომ ეს 2 დღის ხო, იმიტომ რომ ჯერ ძალიან ბევრი უნდა იქნას ასხუნდა მე 2 დღე მაინც იცი ამბობ რომ თითქოს ბევრია და ეს არის წარმოუდგენლად ფერა გამა ყველაფერი სილამაზე გააკეთო იცი მიგიღია სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობა ძირითადად არის ხოლმე კი მიმიღია ბიპიში მიმიღია ხოლმე ყოველ წელს აქ ბიპის გამოფენა ატარებს და იქ მიმიღია ყველაზე ხშირად გამოფენაში მონაწილეობა და გამოფენა გაყიდვა იქნება ხო აი მაგას ხო შეიძლება ეს ნამუშევარი მე ძალიან მომეწონოს გამიშტე სრული ვიყიდო და შემიძლია ვიყიდო ამის ძალიან კარგი ჩვენ უნდა მოვიდეთ როდის დღეს 5 საათზე ტიფლის დეველოპმენტში ეს არის აფაქეთის 11 ნომერი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. აი, ყველამ სურვილს. ტატა არა. სულამაზე მეჩხუბდი და გავხსნა ხალხს. ხო, სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტრო კიდევ გეგმავს აი ასეთ პროექტებს, არის რამე სამომავლოდ დაგეგმილი? რა თქმა უნდა, ჩვენ პერმანენტულად ვაპირებთ, რომ გამოფენა გაყიდვები გავაკეთოთ, გაუწიოთ ორგანიზება და ასევე სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს ვიწყებთ ძალიან აქტიურად, ახლა პარაკალათბურთი, ბადმინტონი, მეკლდეურობა და შაშის სწავლებას ვახორციელებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში და ასევე კულტურულ შემოქმედებითი შენ ალბათ გახსოვს იყო სხვადასხვა დადგმები თეატრალური ასევე კონცერტები და ნუ რა თქმა უნდა სტუდენტურ დღეებში ძალიან აქტიურად როგორც საჩვენებელი ასევე კონკრეტულად კონკურსში უკვე გვაქვს კიდევაც მოწოდებული სხვადასხვა სიები უმაღლეს სასწავლებლებში ვინც არიან შეშემოპირები და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ყველა ღონისძიებაში იყვნენ ჩართულები რაღაც მაინტერესებს რა კითხვას აპირებდი ალბათ. იცი რა მაგალითად რამე ასაკი განსაზღვრული არის თქვა ვიღაცას მონაწილეობის მიღება რომ მოუნდეს ახლა ამ ეტაპზე. აი შეზღუდვა თუ არის ასაკი. რა თქმა უნდა ეს ისეთი სფეროა რომ ჩვენ ვცდილობთ რომ უარი არავის შეზღუდვა არ იყოს მაგრამ რა თქმა უნდა 2-3 წლის უფრო მეტად დაუშვათ 40 წლამდე უფრო მეტად ახალგაზრდების სკოლის ასაკის სტუდენტები თუ ვინმე არის? კი, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ 40 წლამდე, ანუ მაინც დიდი შეზღუდვა არ არის შეუძლიათ ნებისმიერი ასაკის ადამიანს. არა, შეზღუდვა არ არის. ანუ კიდევ ერთხელ რა შევახსენოთ მაყურებელს, აი თქვათ ახლა გვიყურებს ვიღაცა უნდა რომ მიიღოს მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. როგორ უნდა გაერთიანდეს თქვენთან? ვებგვერდი msy.gov.g, რომელზეც არის სარეგისტრაციო განაცხადი ატვირთული. მისი შევსებით ონლაინ რეჟიმში ხვდებიან ჩვენს ბაზაში და შემდეგ მიეწოდებათ ასევე ონლაინში ინფორმაცია ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ და ასევე უკავშირდებით თქვენ? უკავშირდებით და ისე აღმოვაჩენთ როგორც ქალაქი ქუთაისიდან დღეს აღმოვაჩენთ ნებისმიერი ხელობა ანუ მხატვარი იქნება აკეთებს ნებისმიერ ადამიანს რა თქმა უნდა მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ბაზა არის უნივერსალური იქ შედის შეკითხვები როგორც სპორტის სახეობებზე იმას რასაც ჩვენ ვახორციელებთ ასევე ხელოვნება არაფორმალური განათლება ანუ ჩვენ ტრეინინგებსაც ვაპირებთ და ამაზე უკვე შემდეგ ვისაუბრებთ როცა გავახორციელებთ და აი სხვადასხვა ღონისძიება ანუ და არის ასევე გრაფა მოცემული დამატებითი თუ არ არის ბაზაში ისეთი შეკითხვა რომელიც უნდა რომ დააფიქსიროს კონკრეტულად ახალგაზრდამ მას შეუძლია ჩაწეროს და ამაზეც ჩვენ დამატებით დაუკავშირდებთ. ტატა შენ ახსენე ერთი რამ რომ თქვენ ასევე შეეცდებით და დაეხმარებით ამ ადამიანებს რაღაცა შესწავლაში. აი მე ჩვენ სტუმრებს ვკითხავთ თუნდაც ბატონ გიორგის და მაიას. ეს ყველაფერი ეს თვითნასწავლეთ ხარ თქვენ თუ რაღაცა იყო რაღაც კურსები გაიარეთ სადაც ადამიანები თავიდან კი იყო ის სადღაც ამ წიგნში ნახავდი, მაგრამ შემდეგ უკვე ინტერნეტით ვეძავდი სხემებს. ანუ ინტერნეტში ნახულობ და იმის მიხედვით აწყობთ, მაგრამ ეს ნიჭი რო არ გქონდეთ, მე რაც არ უნდა მაყურებინა. სასწავლებელში არ მივიდა, ამიტომ ეს მესწავლა. ძალიან კარგი. ბატონო გიორგი. აი თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება ეს? რაღაცა იყო რაღაც ეტაპის ცხოვრებაში, როდესაც თქვენ დავდიოდით ხატვის მასწავლებელთან, გქონდათ რაღაცა გარკვეული სკოლა გაიარეთ. აკადემიაში ხომ არ სწავლობთ? აკადემია დაამთავრეთ.
და ასე მუშაობ მარტო ფაქრით მუშაობთ ამ ეტაპზე და თუ არის რაღაცა ზეთი ილო ამჟამად პასტელში ეს აკრილიკი აი რემი შავი აკრილიკით არის დახატული ძალიან არის ტექნიკა ეს ამოკაწვრა ეს ამოკაწვრა რას ნიშნავს მე არ ვიცი აკადემიაში მასწავლიდან ჩემმა პედაგოგმა შემოთავაზა რომ გაიგო რომ ამ მდგომარეობაში ხატავ შემოთავაზა ესეთ ტექნიკა ამოკაწრეო და იმ ამოკაწურს ხელს რომ გავუსვა უგზნობ ანუ როგორც ანბანია და აი პორტრეტი არის დონ კიხოტის და ეგ არის ამოკაწური და შემდეგ ქაღალდი არის გადატანილი დაგეხმარებით შეიძლება ეს ძალიან საინტერესოა ეს ფურცელზე ვეიკაცრება თუ როგორ ხდება ეს სპეციალური ესეთი მოდი მაყურებელსაც რა ქვია ამ ტექნიკას ბატონო გიორგი ბატონო ამ ტექნიკას რა ქვია აი მუშაობის ამ ტექნიკას ბატონო გიორგი ამოკაწრული არის ძალიან კარგი. კარგი, მე მინდა წარმატებები გისურვოთ. ტატა პირველ რიგში შენ და ძალიან დიდი მადლობა რომ ასეთ საქმეს უდგეხარ სათავეში და აი ამ ადამიანებს ასე გვერდით იყენებ. რა თქმა უნდა, წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. სხვათა შორის თუ ასეთ კარგი რაღაცებს გქონდა და ჩვენთან თუ ისიც რომ ხალხსადი გათამაშება ახლა არ იცით. ესეც ძალიან ტატა შენ იცი? არა. აი ესე გათამაშება უნდა დარეკოთ ნომერზე 558080 და ყველაზე ადვილი გათამაშება 3-5 გვიდევს ამოერჩევთ ერთ-ერთს და თქვენ ყველა ვარიანტი მოგებული ან თავარ პრიზს მოიგებთ ან GDS-ის მაისურს მე მგონი ძალიან კარგია ეთერიდან გასვლის შემდეგ ეგრევე დავრეკავ ხო შეიძლება მოახსნათ კიდევაც ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები სანამ გათამაშებაზე გადავალთ კი უნდა გითხრათ რომ მე ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის ახალი რეკორდსმენი ვინ გათხოვდა ჯერ არა ვინ